ექსპორტიორები, განსაკუთრებით კი მალფუჭებადი პროდუქციის მწარმოებლები ქუთაისის აეროპორტში სატვირთო გადაზიდვების საჭიროებაზე საუბრობენ. ქუთაისის აეროპორტის ამ მიმართულებით განვითარებას თავად საავიაციო სექტორის წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. რატომ არის აუცილებელი კარგო ტერმინალების განვითარება დასავლეთ საქართველოში და თუ ჩაფიქრებული პროექტი რეალურად განხორციელდება, რა შეიცვლება საავიაციო ბაზარზე, დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მოგესალმები. ავიაციის სექტორის წარმომადგენლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალების საჭიროებაზე მიუთითებენ. მათი შეფასებით კენკროვანი კულტურების გადაზიდვა არ იქნება ის ერთადერთი მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საჰაერო სატვირთო გადაზიდვები მოემსახურება, მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქცია სეზონურია და არც ისეთი ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა, რომ მწარმოებლებს მისი საჰაერო გზით, ანუ გაცილებით უფრო ხარჯიანი ტრანსპორტით გადაზიდვა უხირდეთ. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ იმასაც, რომ თუკი ქუთაისის აეროპორტში კარგო ტერმინალის პროექტი რეალურად განხორციელდება, ეს ახალი ინვესტიციების ჩადებას და მიზიდულობის ცენტრის გაჩენას შეუწყობს ხელს. მათივე შეფასებით ქუთაისის აეროპორტი მისი მდებარეობიდან გამომდინარე, ასევე რკინიგზასთან სიახლოვისა და სხვა არაერთი დადებითი მახასიათებლის გამო ბევრ დამატებით შესაძლებლობას გააჩენს და ამასთან ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გახმავებას. მოთხოვნა ქმნის მიწოდებას და თუ ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ ვიმეორებ იქნება სტაბილური და გარანტირებული, აუცილებლად გამოჩნდება სურვილი, რომ ესეთ ინფრასტრუქტურაში ჩადოს თანხები. როგორც იცით, ქუთაისის აეროპორტი მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში არის. ეს შეიძლება იყოს ისევ აეროპორტების გაერთიანების მხრიდან თქვა რაღაცა გადადგმული ნაბიჯი, ან რომელიმე კერძო სტრუქტურასთან თანამშრომლობა. თუ გვინდა რომ საქართველოს ჰაბი გახდეს, ხაბსაც თავისი დანიშნულება აქვს, ესე უბრალოდ ხაბს ვერ დავარქმევთ ვერაფერს. ამისთვის ქუთაისის აეროპორტი არის ყველაზე იდეალური. გინდაც ამინდით, გინდაც შესაძლებლობით რომ ახალი ტერმინალები აშენდეს. მე საქართველოს ცენტრში არის, ფოთი ახლოს არის, ბათუმი ახლოს არის. მე ეს გამოიწვევს ფოთში ტერმინალების განვითარებას კიდე. საქართველოში არ არსებობს მაგალითად შიდა ნაკრები ტვირთების გადატანა LTL სერვისს, რასაც ვეძახით. ანუ მე რომ მინდოდეს 500 კილოგრამი გავაგზავნო, ბათუმში უნდა დავიქირავ პატარა მანქანა. არ არის კომპანია, რომელიც თქვა 5 ტონიან ან 10 ტონიან მანქანას აგზავნის, ჩემს ტვირთსაც ჩადებს სხვასაც და ერთად რაც გამიიაფებს. ეს ყველაფერი, ანუ თუ სწორედ ჩაება ქუთაისის აეროპორტი, ხო? ეს იქნება თბილისი და ქუთაისი ინტეგრირებული. საავიაციო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად მიმდინარე წელს საავიაციო ტვირთნაკადის კლებისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის ძალიან გადატვირთულია. აეროპორტის კარგო ტერმინალები გარდა საქართველოში მომავალი ტვირთებისა, სომხეთის ავიაგადაზიდვებსაც ემსახურება. შესაბამისად, ქვეყანაში საავიაციო ტვირთების გადაზიდვის კუთხით არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი აღარ არის და დამატებით სიმძლავრეებს საჭიროებს. ყველა ჩარტერი, რომელიც სომხეთში გინდაც თემუს ტვირთი, ანიქ არის პინდუდო რაღაც ხვები, ყველაფერი მოდის საქართველოში. თურქეთი არ დაფრინოს ერევანში, ყატარი დაფრინოს, მაგრამ სამგზავროთი და მათი რესურსი და ფაიდუბაი დაფრინოს. არ არის ყველაზე დიდი რესურსი არის საქართველო. შესაბამისად, ეს ტერმინალები აი ამ მოზღვავებულ ტვირთს უბრალოდ ფიზიკურად ვეღარ ერევა, არ არის მაგაზე გათვლილი. თორე კი უკან არ უნდა, ყველანაირად ცდილობენ, წვალობენ, მაგრამ არ არის შეუძლებელი არის. და როგორც კი აზერბაიჯანი გახსნის ტრანზიტს, ანუ შეზღუდვებს მოხსნის მთლიანად, მე დარწმუნებული ვარ. მე ერევანში, თურქეთშიც იფრენს, ყველა იფრენს და ეს ნაკადი გადანაწილდება. ცოტა გამოიწვევს ქართული ტერმინი საქართველოს თბილისის აეროპორტის ტერმინალებიც გარკვეულწილად ამოისუნთქებენ, თუმცა დაკარგავენ საკმაოდ ისე დიდ ტვირთბრუნვას. ცნობისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კარგო ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრები ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელება ჯერჯერობით არ დაწყებულა, რაც შეეხება საჰაერო ტვირთბრუნვას. 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 35,000 ტონა ტვირთი გადაიტანეს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 50%-ით ნაკლებია. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.